ჩვენთან არის ღმერთი. გულითადად მოგილოცავთ ნინოობის დღესასწაულს და ამავე დროს დღეს არის ხსენება იმ მამათა, რომლებიც შეიკრიბნენ პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს ქალაქ ნიკიაში. ორივე მიმართულებით საინტერესოა საუბარი ნინოობასთან დაკავშირებითაც. დღეს არის მისი შემოსვლა საქართველოში და წმინდა დედა ქალწული ნინო იყოს ყველას ფარველი და ყველა ნინოს მიულოცავ დღევანდელ დღეს. მაგრამ საყურადღებოა ის მომენტი, რომ წელს არის 1700 წელიწადი, რაც აღესრულა პირველი მსოფლიო კრება. შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება კონფერენციები ამ თემასთან დაკავშირებით. აი სწორედ ამ თემაზე მინდა რამოდენიმე სიტყვა გითხრათ. ჩვენ ახლა ვიცით მეტნაკლებად და ბევრჯერ ქონდა ჩვენ საუბარი პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც ბევრია სალაპარაკო და სასიამოვნოდ ბევრი. ძალიან ზოგადად რო ვთქვათ, რაზე იყო საუბარი პირველ მსოფლიო კრებაზე. სულ 7 მსოფლიო საეკლესიო კრებაა და პირველიც და ბოლოც ჩატარდა ნიკიაში. პირველი ჩატარდა 325 წელს, ხოლო მეორე 787 წელს. ასევე ნიკიაში, ანუ დააგვირგვინა ნიკიის ამ ქალაქმა დღეს ტერიტორია ეს არის თურქეთისა, დააგვირგვინა მსოფლიო კრების ეპოქა ამ ქალაქმა. აი პირველ მსოფლიო კრებაზე და ყველა მსოფლიო კრება აბსოლუტურად მოწმეული ხდებოდა გამომდინარე უდიდესი ერესისა, უდიდესი მწვალებლობებისა. ანუ ისეთი მასშტაბი უნდა ქონოდა მწვალებლობას, ერეტიკულ სწავლებას, რომ თუ კი არა მსოფლიო კრება, სხვა ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს. აი პირველი მსოფლიო კრება, მისი აქტები ჩვენამდე მოწეული არ არის, მაგრამ სხვადასხვა საღვთისმეტყველო შრომიდან და ისტორიიდან ჩვენ მაინც ვიგებთ ძალიან ზოგადად ამ კრებასთან დაკავშირებით. რა იყო გადაწყვეტილი ამ კრებაზე? ქალაქ ალექსანდრიაში ცხოვრობდა ადამიანი, პრესვიტერი, მღვდელი, წარჩინებული, სახელად არიოზი. და ამ ადამიანმა ასეთი რამე მოიფიქრა და ლოგიკურად ძალიან სწორი, მაგრამ გაუმართლებელი საღვთისმეტყველო აზრის თანახმად. ამ ადამიანმა მოიფიქრა ასეთი რამ, რომ ბიბლიაში უამრავი გამონათქვამია ისეთი, სადაც ქრისტეზე არის დამცრობითად საუბარი. რაღაცა დაუშვათ არიცის. ან მამაი ჩემი უფროის ჩემსა არს ამბობს. და უამრავია ისეთი გამონათქვამი, თავად მაცხოვარი ამბობს ამ სიტყვებს სახარებაში, რომ წარმოაჩენს მის ადამიანურობას და არა საღვთო წარმომავლობას. შესაბამისად, ლოგიკური გადასვლა გააკეთა ძალიან მარტივი ამ კაცმა და თქვა, რომ შეუძლებელია ქრისტე ყოფილიყო ბუნებითი ღმერთი. აი დღეს რასელისტები, რასაც იაღოველები, რასაც ლაპარაკობენ, სწორედ იმას ლაპარაკობდა არიოზი მეოთხე საუკუნის დასაწყისში. და ეს თითქოს მარტივია და უბრალო გონებები დაიპყრო ამ კაცმა. ძალიან დიდი მასშტაბი შეიძინა ამ სწავლებამ, ამ ცრუ მოძღვრებამ შეიძინა ძალიან დიდი მასშტაბი. აი როცა გავრცელდა და არა მხოლოდ არიოზი იყო და ხალხი ამის ამღიარებელი, არამედ უდიდესი მღვდელმთავრები გახდნენ. ისეთები როგორიც იყო ევსევი ნიკომიდიის ეპისკოპოსი. ნიკომიდია იმ დროს იყო თითქმის დედაქალაქი იმპერიისა. აი ესეთი მასშტაბი რო შეიძინა ამ ცრუ მოძღვრებამ, მაშინ ჩატარდა
325 წელს 318 მამის წმინდანის ყოფნით იქ მსოფლიო კრება და გადაწყვიტეს, რომ ღმერთი მასხოვარი ჩვენ იესო ქრისტე არის თანაბუნებითი მამისა და წამსიც, რომელსაც ჩვენ ყოველ ლიტურგიაზე ვკითხულობთ. სწორედ იმას გვაუწყებს, რომ არის ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა და თან როგორ არის, რომ შობილია და არა ქმნილი. ეს ადრე განგვიხილავს ჩვენ და ამას აღარ შევეხები. პროთ ერთი მომენტი. არიოს ყავდა თავისი წინა მორბედები ამ სწავლებასთან დაკავშირებით. ისეთები, როგორც იყო ორიგენე მაგალითად. მესამე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა ეს ორიგენე, რომელიც ამბობდა, რომ ბუნებითი ღმერთი მხოლოდ მამა ღმერთია. ძე და სული არის დაქვემდებარებული მამაზე. ძალიან მარტივია ეს. ესე ძალიან, როგორ ამბობენ, იცით რომ სამების გაგება თუ როგორ არის იგი ერთარსება და სამპიროვანი არის ადამიანის გონებისთვის გოლგოთაზე ასვლა. ანუ რა იგულისხმება აქ, რომ შენ გონებით უნდა დაიტანჯო, რომ გაიგო, იმასაც ბოლომდე ვერ გაიგებ, სამების დოგმატი. როგორ არის ერთი ღმერთი და ამავე დროს არის სამპიროვანი. არ ჯობია თქვა, რომ ერთი პიროვნებაა მამა, ერთი ღმერთი, როგორც მუსლიმანობაში მაგალითად. მუსლიმებში არის პიროვნული ღმერთი არ არის, ის არის ალლაჰი, რაღაცა ბუნება და ეს არის ღმერთი. იუდაიზმში, ებრაელთა რელიგიაში არის მამა ღმერთი მხოლოდ. ძე და სულს არ აღიარებენ ისინი ღმერთად. და ასეთი სწავლებები იყო გავრცელებული ქრისტიანთა შორის, ფსევდოქრისტიანთა შორის, რა თქმა უნდა. ამის წინააღმდეგ გაილაშქრა პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და თქვა, რომ ბუნება საღვთო არის ერთი, მაგრამ მამა, ძე და სული არის ერთი ბუნების სამი პირი. სამი პიროვნებაა და მეტნაკლებობა კი არ არის მათ შორის. არამედ ისინი არიან თანაბუნებითნი. ერთიანი, ერთი ღმერთია აქედან გამომდინარე. წინა მორბედებზე ვთქვი ჩვენ, ორიგენე და კიდე სხვები. იყო ესეთი წმინდანი, ძალიან დიდი მოძღვარი, ცხოვრობდა მეორე საუკუნეში. თეოფილი ანტიოქიელი, წმინდა თეოფილი ანტიოქიელი. მას, მიუხედავთ იმისა, რომ წმინდანია დღეს და უდიდესი მოძღვარია, მას ეკუთვნის ისეთი გამონათქვამები, რომელიც იყო გაურკვეველი არიანელთათვის და ქრისტიანთათვისაც. ამ ადამიანს დაუწერია რამოდენიმე შრომა, ჰერმოგენეს წინააღმდეგ, მარკიონის მთელი ამბები, დაკარგული შრომებია, მაგრამ რომელიც ჩვენამდე მოღწეულია, ეს არის ესეთი შრომა, ავტოლიკესადმი. ესე არის ვინმე ავტოლიკე, კაცი, სახელად. ჩვენ არ ვიცით ვინ არის ეს ავტოლიკე და სამი წიგნი გაუგზავნა თეოფილი ანტიოქიელმა ამ ავტოლიკეს. და პირველმა ისტორიაში, საღვთისმეტყველო აზრში, პირველმა ისტორიაში სწორედ თეოფილი ანტიოქიელმა იხმარა და გამოიყენა სიტყვა სამება ღმერთთან დაკავშირებით. ეს გასაგებია, მაგრამ რთული გამონათქვამი აქვს ძალიან. გარდა ამ სამებისა. ის ამბობს, რომ ლოგოსი, ანუ ძე ღმერთი, ლოგოსი მოგეხსენებათ სიტყვათ ითარგმნება და ყოველთვის არის ძე ღმერთის მომასწავებელი, ძე ღმერთი არის ლოგოსი. ანუ სიტყვა მამისა. ამიტომაც იწყება იოანეს სახარება პირველიდან იყო სიტყვაი და გრძელდება შემდგომ. ესე სიტყვა, ეს ბუნებრივი ჩვენი სიტყვა კი არა, მამის დაუსაბამო სიტყვა არის ძე ღმერთი. ყოველთვის ესე იგულისხმება ბიბლიაში. და ეს თეოფილი ამბობს, ძალიან გაურკვეველი წინადადება აქვს. ეს რამეს ამბობს?
იყო მამაში შინაგან მდებარე სიტყვა, მამაში შიგნით მდებარე სიტყვა იყო და შემდგომში ეს სიტყვა, ანუ ლოგოსი, რომელსაც ენდიათეტური ეწოდება, ენდიათეტური არის ბერძნული სიტყვა, ნიშნავს შინაგან მდებარე, ანუ მამაში რო არის ეს სიტყვა. შემდგომში ეს გახდა გამოთქმული სიტყვა, ანუ პროფორიკული სიტყვა გახდა იგი. და მიუხედავად იმისა, როგორც მოგახსენეთ, რომ ეს არის უდიდესი ავტორიტეტი თეოფილი ანტიოქიელი ეკლესიისა, არ არის გამორიცხული, რომ ეს გაურკვეველი გამონათქვამი შემდგომში გამოიყენეს არიანელებმა. ანუ მათ როგორ გაიგეს, როგორ არის გასაგები ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, მაგრამ როგორ გაიგეს ამათ. და არ არის გამორიცხული, რომ ამითაც ხემძღვანელობდნენ ისინი. ესენი ამბობდნენ, აგერ ჩვეულებრივად გასაგებია, რასაც წერს თეოფილი ანტიოქიელი. იგი ამბობს, რომ რაღაც მომენტში ძე იყო მამაში და რაღაც მომენტში მისგან იშვა, ან შეიქმნა, ანუ გამოცალკევდა მისგან, გამოთქმული ლოგოსი გახდა. შექმნილია იგი მამისაგან. შესაბამისად, თუ შექმნილია, თუ მისგან წარმოთქმული სიტყვა არის მხოლოდ, მაშინ თანაბუნებითი როგორ არის მასთან? და იერარქიულობა შეიტანეს სამებაში. მამა ღმერთი არის ბუნებითი ღმერთი მათთვის, ხოლო ძე ღმერთი გამოთქმული სიტყვა აღარ არის ღმერთი. მამაში კი იყო, მაგრამ მისგან გამოვიდა იგი. როგორც სამყარო შეიძლება ვთქვათ, ღმერთში იყო და ღმერთმა შექმნა, ანუ სამყარო და ღმერთი თანაბუნებითი არ არის. ასევე ძე იყო მამაში და რაღაც მომენტში გამოვლინებული გახდა, წარმოთქმული გახდა, პროფორიკული გახდა. ამით გადაწყვიტეს ეს ამბავი. მაგრამ როგორ არის მართლმადიდებელთა მიერ გაგებული თეოფილეს სიტყვები? და ამიტომაც არის ეს უდიდესი წმინდანი ეკლესიისა. სხვაგვარად ის ერეტიკოსი იქნებოდა უეჭველად. თეოფილი ანტიოქიელი რაც გულისხმობს, შემდგომში მარტავენ ამ გამონათქვამებს მოძღვრები და ამბობენ, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ძე, ანუ ლოგოსი იყო მამაში და არის მამაში და ამავე დროს ვამბობთ, რომ იგი გამოვლინდა მამისაგან, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მამაში აღარ არის, რაცამს გამოვლინდა იგი. არამედ ნიშნავს იმას, რომ მარად მამაში არის და ღიეს და მარად მისგან იშვება იგი. რატომ მარად? დასრულებული პროცესი არ არის. ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ მამისაგან შობილია ძე ღმერთი. მაგრამ შობილი ჩვენ ვამბობთ უკვე წარსულ დროზე. სამება ესე არ აღიქმება. მარად მამაშია ძე ღმერთი და მარად მისგან იშვება და ეს არის მარადიული. რატო მარადიული? იმიტომ რომ ღმერთი ზე დროებითია. ზე დროულია. მარადისობაში არ შეიძლება არსებობდეს წარსული, აწმყო და მომავალი, როგორც ასეთი. იქ ყოველთვის აწმყოა. ეს არის მარადიული. აი ღმერთი, რომელიც არის ზე მარადიული, მასში პროცესი შობისა ძისა მამისაგან არის დაუსრულებელი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ თეოფილეს სიტყვებს, რომ მამის წიაღში მყოფი და მამისაგან მარად შობილი, ეს არის ყოველთვის მარადიული პროცესი. მარად ენდიათეტური, შინაგან მდებარე და მარად მისგან წარმოთქმული, ანუ გარემოსილი, როგორც ივანე პეტრიცი იტყვის ამ სიტყვებს შემდგომში. აი ეს არის სამების დოგმატი. ახლა ეს ძალიან მოკლედ არის თქვენ მოგეხსენებათ, ეს ძალიან დიდი საკითხია.
ამასთან დაკავშირებით შეიძლება ილაპარაკოს კაცმა ორიგენეს წარმოდგენაზე, ტერტულიანე როგორ ასწავლიდა სამების დოგმას და უდიდესი საკითხია ეს. მსოფლიო კრების მამებმა რომელი ციტატები აიღეს, როგორ გაიგეს და ძალიან ფართო განსახილველი, მაგრამ ზოგადად რომ თქვა ჩვენ აი ეს ტერმინები სამებასთან დაკავშირებით არის ძალიან გასაგები მართლმადიდებელთა მხრიდან. მარად მამაში და მარად მისგან შობილი. და შესაბამისად არის ბუნებითი ღმერთი, ბუნებითი სიტყვა და ჰიპოსტასური სიტყვა მამისა. და არა განბნევადი სიტყვა. ანუ ისეთი სიტყვა, რომელსაც ჩვენ წარმოვთქვამთ და იშლება ჰაერში. არა ესეთი სიტყვაა ძე ღმერთი, არამედ ჰიპოსტასური პიროვნებაა ძე ღმერთი. თუმცა ეწოდება ლოგოსი. ლოგოსი რატომ ეწოდება, კიდე სხვა სალაპარაკო თემაა და რატომ მაინც და მაინც სიტყვა აიღო იოანე ღვთისმეტყველმა. მე ადრე მგონი მოგახსენეთ, რომ აი მთელი ბავშვობა მე რო ვკითხულობდი იოანეს სახარებას და იწყება როგორ, ძალიან რთულად იწყება. აი მათ ესე ძალიან ისეთი გასაგებია მეტნაკლებად, იმიტომ რომ ადამიანური ენით წერია, იმან შვა ის, აბრაამმა შვა ისააკი და გრძელდება გენეალოგია. ლუკას სახარება იწერება ძალიან მარტივად, ზაქარიასა და ელისაბედის ხარება და ასე მარკოზის ძალიან იოანესი ძალიან რთულია. ამიტომ არის არწივი მისი სიმბოლო. და აი ზემოდან დახურებს შეიძლება თქვათ სამივე სახარებას და სულ კითხვა მებადებოდა რომ რატომ სიტყვა რა იგულისხმება ამაში. და მე რომ გამოიკვლიო თურმე ადამიანი ეს იოანე ღვთისმეტყველი წერს არა უბრალო ადამიანთათვის თავის სახარებას. ანუ უბრალო ხალხი კი არ კითხულობს და მიმართული ამ ხალხისადმი კი არ არის. არამედ მიმართული არის წარმართი ფილოსოფოსებისადმი. აი ფილოსოფოსებისადმი მიმართული თუ არის, მაშინ გასაგებია რატომ ეწოდება ძე ღმერთს სიტყვა მამისა. რომელიც როგორც მოგახსენეთ, სულ სხვა თემაა და ახლა ამას არ შევეხებით, მაგრამ უბრალოდ ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, სიტყვა მამისა არის არა უგვამოვნო, არამედ გვამოვანი, ანუ ჰიპოსტასური. და აი ამაზე მუშაობდა მთელი მსოფლიო საეკლესიო კრება. 1700 წლის წინ, როდესაც გადაწყვიტეს ის, რასაც დღეს ჩვენ ვიმარხავთ, ვიცავთ მთელი სიწმინდით და ყოველ ლიტურგიაზე ვკითხულობთ, რომ კვლავ და კვლავ გვესმოდეს სწორად, რომ არა მხოლოდ მამაა პიროვნულად ღმერთი, არამედ ძე არის თანაბუნებითი და სულიწმინდა რა თქმა უნდა, მაგრამ ძისა და მამის ურთიერთობა იყო პრობლემას. აი ეს წარმოაჩენდა სულიწმინდა მეორე მსოფლიო კრებაზე განიხილებოდა და ეს კიდე სხვა ამბავია. აი ძისა და მამის ურთიერთობა არის თუ არა ძე ბუნებითი ღმერთი. აი ეს იყო გადაწყვეტილი პირველ მსოფლიო კრებაზე და ზოგმა მოძღვარმა თუნდაც ავიღოთ ათანასე დიდი ალექსანდრიელი და ძალიან ბევრმა უდიდესი რეპრესიები განიცადეს ამ პერიოდში. რამოდენიმე ჯერ იყო გადასახლებული ათანასე დიდი ალექსანდრიელი თავისი კათედრიდან. ხუთჯერ გადაასახლეს არიანელებმა, იმიტომ რომ პოლიტიკური გავლენა მათ ჰქონდათ კონსტანტინოპოლში და ამის გამო ალექსანდრიის ეს უდიდესი მღვდელმთავარი, რომელმაც დაწერა მრავალი შრომა და მათ შორის რატომ განკაცდა ღმერთი, ანუ მაცხოვრის ძე ღმერთის სიტყვის განკაცების შესახებ, მას ეკუთვნის და ამას შეისწავლის რა თქმა უნდა ჩვენი სამღვდელო მომავალი სამღვდელო პირები. დაგლოცოთ ღმერთმა და მრავალ ნინოობას დაგასწროთ და წმინდა პირველი მსოფლიო კრების მამები იყვნენ შემწე და მფარველნი და მეოხნი ღვთის წინაშე ჩვენთვის. გაიხარეთ.